ეს არის open-air-ი და ვიდეო, ასეთები ბევრია, უბრალოდ აი ნახოთ და ესეთი საქართველო თუ იქნება მე საქართველოს საერთოდ. არის შენთვის queer joy. ჩემთვის queer joy არის საკუთარი თავის თვით გამოხატვა ზუსტად ისეთი როგორიც ხარ და შემდეგ ისეთი სტენდების და ადგილების ნახვა როგორიც არის მაგალითად ჩვენი თემი და სტენდი queer ინიციატივის სტენდი სადაც ვლაპარაკობთ ჭორავთ queer ისტორიებზე, queer ამბებზე. Love you! ჩემთვის queer joy არის. აი ბრა არიცი ეს ეხა აი ეს ხო არ არის ხა საქართველოს ასეთი წესით ხო მაგრამ ესეთი ხდება ეხა შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ეხა ასეთი ცოტაა გაიგე მაგრამ შეიძლება ასეთ ვიზუალზე და ასეთ ქცევაზე პროცენტი იყოს დაბალი on ეგ პრობლემად არ უნდა მიგაჩნდეს მასეთი დამოკიდებულების ხალხი არის უკვე ძალიან მაღალი პროცენტი. ანუ სინამდვილეში ის რაღაცა open-air არის ასეთი შინაარსის გარემო და იქ ეხა ჩვეულებრივ მიდის ვიღაც ხალხი გასართობად. ეხა ვიღაცა რომ მივა იქ გასართობად და შენ მე და გვერდზე ეს არის. და გვერდზე ეგ გარემოა, მანდ მიდიხარ გასართობად. გეი კლუბში მიდიხარ გასართობად. ხო? ოღონ შენ არა ხარ გეი. ხო და ანუ როგორი რაღაცა იცი ნახე და მე მაგას შენ რო აკრიტიკებ კიდე არის ისეთი ხალხიც რომელიც იქ შეიძლება არ წასულა მაგრამ კარგი რა მაგ რა ნუ ასეთიც იყოს ისეთიც იყოს რა მოხდა გაიგე ხო და როგორი რაღაცა იცი ეგ მაგაზე რო დააყენოს საკითხი და აბა როგორ უნდა დააყენოს ნორმალურმა კაცმა არ ვიცი მაგრამ ასეთი თუ გახდა აუ ქვაქვაზე ნუ დარჩენ ფეხებზე მკიდია ყველა ვისთვისაც ვინც ინდიფერენტულია ამის მიმართ. ქვაქვაზე ნუ დარჩენილა ეგეთი თუ იქ და ეგრე რო აყენებ საკითხს, ხო, ეგრე დგება, გაიგე? მასეთი საქართველო არის რადიკალურად სხვა პროექტი, მასეთი საქართველოს შენება. და როცა ჩვენ ვარსებობთ ქვეყანაში, სადაც შეუთავსებთ ეგ არ არის ვაფშე საქართველოს ეგ არ არის საქართველოს ანუ მე თვითონ საკითხი ისე დაყენებაც კი ძალიან არ მომწონს რომ ეგეც საქართველოს ერთ-ერთი ვერსია საქართველოს აღა ანუ ეგ რაც არ ვიცი ეგ რა იქნება მაგრამ საქართველოს ეგ აღარ იქნება ხო და ეგ არ იქნება და მაგას ახლა ვიღაცა რომ გიდგას და გაშენებინებს ძალით მაგას და თან გეუბნება რომ მასეთ პირობებში მასეთი მომავლის შენების დამოუკიდებლობას უნდა ზეიმობდე რავი არ მეზეიმება მე არ აღვიქვა მაგას რაიმე საზეიმო მდგომა მე საზეიმო მდგომარეობა დაღვიქვა იმას რომ მასეთ მოწინააღმდეგე მხარეს ყველანაირ შანს პოლიტიკური წარმატების და იდეოლოგიური წარმატების დავაკარგვინებ და ჩვენი პოლიტიკური ხედვა როგორიც არის და იდეოლოგიური ხედვა მასეთის დომინირებას მივაღწევ ხა აი სინამდვილეში აი ქართველების აი წარსულის სინამდვილეში რეალურად როგორია აი მაგალითად აი ინდოევროპული ენები აი ყველა მის ინდოევროპული რას ნიშნავს აი ინდოევროპული ენები ნიშნავს აი ევროპიდან დაწყებული ირანის ჩათვლით სომხეთი ინდოეთამდე არის ერთი ძირის ენებია და ეგ საიდან ახლა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ეგ საიდან არის ეგ რა ინდოევროპული რანაირად ამ ხელა ტერიტორიაზე ერთი ძირის ენა აი ქართველური ენები ერთ პატარა ტერიტორიაზე არის გავრცელებული მაგალითად ხო ინდოევროპული ენები ინგლისურიდან დაწყებული, რავი, რუსულით გაგრძელებული, სომხურით, ირანულით და ინდური ენები გაგრძელებული, ერთი ძირიდან მომდინარეობს, შემდეგი მიზეზით, აი უკრაინის ტერიტორიაზე ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3-4000 წლის წინ, აი ეგეთი კულტურა იყო, იამნაიეს კულტურას ეძახიან, მაშინ მეცნიერები თუ ისე არც არის გაგორა ერქვა, მომთაბარე აი თეთრკანიანების ჯგუფი, ცხენოსნები შეესიენ მთელ დანარ ევროპაში მანამდე არ იყო ინდოევროპული ყველა დაიპყრეს შეერიან ეხლა ხო ეს გენეტიკური კვლევები რო გაჩნდა შესაძლებელია ეს კვალი გენეტიკური ზუსტად დაადგინო აი საიდან მოდიან და ყველგან არის მთელ ევროპაში ის მათ აითვისეს დაიპყრეს და ბასკების გარდა ყველა ენა პრაქტიკულად ევროპაში ინდოევროპული ბასკური არ არის ერთი ინდოევროპული და ის გაურკვევლია საიდან მოდის სომხეთში, ირანში, ინდოეთში და ქართველების გენეტიკაში მაგ კულტურის კვალი არ არის. ანუ ყველგან არის ჩრდილო კავკასიაშიც კია. სომხებშია, ბერძნებში, თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე.
ყველა დაამარცხეს, ყველა შეერიან. ერთი ქართველებმა ალბათ რა ვიცი გაიგიჟეს თავი, არ გაიკარეს. ჩვენაცინაპრე მაგ რაქნეს ცოტა ძნელი ეგ წარმოსახვა. თვალი არიძებდნენ. მაშინ ისტორიის სული რომ მოვიდა და რო კითხა რომ თქვენ ამათ შეერებით თუ არა, აქ რაღაცა ისეთ იქნა ჩვენმა წინაპრებმა რომ მთელი კონტინენტი აიღეს და ჩვენ ვერ აგვიღეს. მაგის მერე იყო მეორე ეგეთი ექსპანსია, ისლამური ექსპანსია. სადაც აი წრეზე ჩვენ გარშემო აი ყველგან ზღვა იყო ისლამის და გენეტიკური კვალი არიძებნება რომ ისი შემოვარდნა ჩვენ შევერიგეთ. და ბიჭო 21 საუკუნეში თვითონ რო ადექიდე შენი ხელით თმობდა ამად იქცევი? ანუ ყველა ისტორიულ მონაკვეთს გაუძელი. სხვათა შორის აი და შენით იკლავ თავს ამად იქცევი. ეგეთ მაგ ფესტივალზე ხო ეგეთი ინციდენტიც მოხდა რუსეთის დროშის მიმართ. რაღაცა ერთ-ერთმა მომღერალმა რაღაც დაამარცხა რუსეთი დაამარცხა რაღაც ბოდიში და მოფსმის იმიტაციით და აი ნუ საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი იყო აღფრთოვანებული ამ იმით აი ამ გმირული ჩავგანჭირული ქმედებით მაგ ახალგაზრდა ვაჟკაცის და ჯო აქ ეხა რუსეთის დროშის დაცვა ხო არ დავიწყებ და რაღაც რუსეთი აქ როდესაც აი რაღაცას ამტკიცებ აი ელემენტარული არ ესმის საზოგადოების მაგ ნაწილს და რას ხსნი ახლა როდესაც შენ ტერიტორია და წაგართვა ანუ ბრძოლაში დაგამარცხა და შენი პასუხი არის როკ გეი ფესტივალზე მისი დროში იმას რაღაცა მაიმუნობა და საზოგადოების კრიტიკულ ნაწილში რომ ეს გმირობად არის შეფასებული მაგ ერთს დარხეული აქვს ანუ გმირობის და იმის ცნება რო აქვს არეული ანუ რა არის გმირობა რა არის ვაჟკაცური პასუხი რა არის ლოგიკური პასუხი ეგ ცნებები რომ მოშლილი აქვს ნუ მანდ ხალხი რომელიც ვერ ხვდება რომ მაგ ნაბიჯით რუსეთი კი არ დამარცხდა კაცო ქართველი გაფარჩაკდა მაგ ნაბიჯით ანუ ქართველის რეპუტაცია შეილახა და ეგ სად ჩანს იცი ნუ გარდა იმისა რომ ღადაობდნენ რუსები ეგ რო ნახეო ესენიო ჩვენ ჯარი შევიყვანეთო და ამათ თქვენი პასუხი ეგ არისო და მარია ზახაროვმა დაწერა სხვათა შორის პასუხი მაგასთან დაკავშირებით აი ანუ რანაირი პასუხი ქონდა იცი ზახაროვას რომ ბიჭო ეგ ქართველებიო პეტრე ბაგრატიონი ვახსოვსო მელიტონ კანთარია გვახსოვსო ანუ ისეთი ხალხი რომლებმაც ისტორიაში რაღაც გმირული შეიტანის თავისი მამაცობით და თავისი ვაჟკაცობით და ეგრე როგორ დაეცითო ქართველებიო რომ ასეთი იმით პასუხით ეს ეგ არისო თქვენი პასუხიო და ეგ რო ადამიანს არ ესმის აი ეგეთი ელემენტარულის რო არ ესმის აი ეგეთი საქციელო სიანდროს ჩვენ გვაზიანებს და რუსეთს რო არაფერი არ აკლდება მაგით მე უკვე გაგების ის აღარ მაქვს მოლოდინი გაგების მიმართულება მე მგონი გაირკვა რომ არ ხდება გაგებით არ მიიღება გადაწყვეტილება რაღაცა გასაგები რო გახდა მასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება ეხლა ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ დამოუკიდებლობის თემით დავიწყეთ და რაღაცებს ვლაპარაკობთ ეხლა ჩვენ დარწმუნებული ვარ და აი ხა მაგალითად შეიძლება გარკვეულ კატეგორიას გაუჩნდეს ასეთი ლაპარაკი რომ რაებს ლაპარაკობთ თქვენ კაცებს ლაპარაკობთ რა ის მომინდომეთ კაცო აქ რაღაცა სუვერენიტეტი რაღაცა ეროვნულობა რაღაცა ზოგად საკაცობრიო თემები მომინდომეთ ეხლა თქვენ აი თან დაკვირვებული ვარ აზე იცი აი განსაკუთრებულად რაღაცა ისეთი კატეგორია არსებობს რომელიც აი მაგას ვინც გეუბნება რაღაცას გთხოვს ანუ ისე კი არ გეუბნება რეებს გავალებს ხოლმე მე ეს გავალება შენთან დავალება აქვს შენთან რომ აი რაღაც სხვა რაღაცა უნდა გააკეთო რა
თვითონ აპირებს მონაწილეობას? ხო და აი რა შეიცი საქმე? არასდროს არ აპირებს ხოლმე ეგეთი ტიპი თვითონ. აი მაგალითად ირანელები შემოდიან რაღაცა გააკეთეთ და დაიწყე. აი არის მე ხომ თხოვ გავაკეთო დაიწყე შენ რამე შენ არ აპირებ მე უნდა გავაკეთო საერთოდ მაშინ მე მომისმენ კაც მე გეტყვი რა უნდა გავაკეთოთ მაშინ არა ჩემი ვარიანტი არ მოგწონს მაშინ ვიცი აი რას ვიყევი ხო და არც ეგ არ მოწონს რაღაცა პრობლემაზე როცა ვლაპარაკობთ ხო და მაგალითად დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ ხო ეხა რა თემაზეც განვიხილავთ დამოუკიდებლობა რა გვინდა ეგ არის მნიშვნელოვანი მომენტი იმისთვის რომ ჩვენ თუ არ შევთანხმდით რას ვაშენებთ მეგობრებო ხო აი ძალიან ხშირად არის ხოლმე დაკვეთა უნდა გავერთიანდეთ აი რამ ვიდეოს მაგალითიც გაჩვენეთ ეხა ეგ ხალხი არიან ქართველები არიან სამწუხაროდ ხო აი საქართველოში ხდება და ეგ ფესტივალი რაღაცა მცირე მასშტაბის კი არ არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა მაგ პარტიებს მიცა საერთოდ ხმა მაგათ აქვთ ჩვეულებრივ ეგ ნაწილი რასაც გულისხმობს თავის თავში მათ აქვთ პარტიები ყავთ რომლებიც იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ხმას აძლევს ხალხი მათ. თქვენ აირჩიეთ ხალხო ეს და იმ პარტიებმა ცოტა კი არ აიღეს კაცო. მაგ ფესტივალის პარტიები. ცოტა ხო არ აიღეს? აიღეს. ხო და ეგ ეხა აქ რაზე იცი ლაპარაკი? გაერთიანებაზე როცა ლაპარაკობთ, გაერთიანება უნდა მოხდეს შინაარსობრივი. არ შეიძლება ასე რაღაცა გავერთიანდეთ. აი დავამატებ რა. გაერთიანება როგორ ხდება? იცი, გაერთიანება ხდება ყოველთვის რაღაცა საერთოდ ასაშენებლად. და ხო არ შეიძლება რომ ერთად გაერთიანდნენ როგორი ჯგუფები, იცი, აი რაღაც ადგილი არის და ხალხი რომელსაც მაგ ადგილზე ეკლესიის აშენება უნდა, ხალხი რომელსაც მაგ ადგილზე ბაზრის აშენება უნდა და ხალხი რომელსაც მაგ ადგილზე საროსკიპოს აშენება უნდა. აი ეგ ხალხი გავერთიანდეთ და მშენებლობა დავიწყოთ. ეგ ხო დებილური გეგმა? კი, ეგ არის კატასტროფა, ეგ გეგმა არ ვარგა. ამიტომ აქ უნდა შევთანხმდეთ, კაცო, ჩვენ ეკლესიის აშენება გვინდა მართლა. საროსკიპოს აშენება გვინდა თუ ბაზრის აშენება გვინდა. ეგ სულ სხვა ქვეყანაა. სულ სხვა მოცემულობა მაგეებს შორის და ამიტომ მაგაზე როცა ვლაპარაკობთ და როცა ვიძახით რომ მეგობრებო მოდი აი ამის მშენებლობაში გამოგვყევი ხო და საკითხი ისე რომ დგება რომ აი ხა მე წავედი კაცო რა ასლაპა თქვენებზე ლაპარაკ მე წავედი აგერ ბაზრის მშენებელს დავსვავ მართლობაში და მიდი ხა ეკლესია აშენე შენ ესე რომ დააყენებს საკითხს არ გაკეთდება არაფერი კაცო რაღაცის შენება მართლა გაერთიანება ხდება რაღაცა იდეის გარშემო და ამიტომ ამაზე ლაპარაკი როცა არის აი ეს საკითხები რასაც მეორე მხარე რასაც როგორ საქართველოსაც გვთავაზობს მაგას თვალი უნდა გაუსწოროთ კაცო მაგათან გაერთიანება კი არა მაგათან ბრძოლა არის საქმე კაცო არ შეიძლება ამათან გაერთიანება და ამათთან ერთად რაღაცის შენება. ამათი ჭკუაზე მოყვანა, ჩვენ მხარეზე გადმოსვლა, ამათმაც რომ დაინახონ, რომ ამათმაც რომ იგივე შენება დაიწყონ, რა. კი ბატონო, ეგ არის კარგი ოცნება არის, მაგრამ სანამ ესენი საროსკიპოს აშენებენ და ჩვენ სხვა რაღაც აშენება გვინდა, ხო ვერ გავერთიანდებით მათ, ხო? აი მან არის ასეთი კითხვა ნახეთ. ეხლა მაგალითად ჩატარდა დღეს აგერ საღამოს მედასავლეთებმაც ატარებენ ეხლა აქციას სადაც სალომე გამოსქნდა არც ისე მრავალრიცხოვანია როგორც მაგათ უნდათ აშკარად არ არიან კმაყოფილები იმ რაოდენობით რომელიც შეიკრიბა და მიმდინარეობს ეს პოლიტიკური ბრძოლის პროცესი ასე თქვათ ინდიფერენტულ ხელისუფლების მხარდამჭერებსა და მედასავლეთებს შორის და ნუ ჩანს ისე რომ ხელისუფლების მხარე ამარცხებს მედასავლეთებს ამ კონკრეტულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. ოღონდ მან ჩდება სხვა კითხვა. კი ვეღარ იკრიბებიან მედასავლეთები ბევრნი აქციებზე, უბრალოდ აი ეს მაგალითად არის open air-ის კადრები. მოდი გამოიტანეთ თუ შეიძლება ეკრანზე. აი ეს არის
ანუ open air-ზე იკრიბებიან ბევრნი ახალგაზრდები ტოტალურად, ხო? და იქ აშკარად ხალხის ნაკლებობა არ არის და კიდევ უფრო მეტია ისეთი ხალხის პროცენტი, რომლებსაც უნდათ იქ მისვლა და რაღაც მიზეზების გამო ვერ წავიდნენ, ხო? ეხლა კითხვა ჩდება შემდეგი. კი პოლიტიკური გადატრიალებას ესენი ვერ ახერხებენ, ოღონდ ამ ახალგაზრდების ენერგია საით კონვერტირდება საბოლოო ჯამში. ესენი მომავალში რა სიტყვია, რომ აღარ გვინდა ევროპა და აი ოცნება იყოს კარგა, სადაც უნდა ხო გასაგებია. ეს ხალხი საიწავა და თუ ეს ახალგაზრდაა და ოცნების მხარდამჭერები ძირითადად არა ახალგაზრდები არიან, ან მომავალი როგორი იქნება? აი 10 წელიწადში, 5 წელიწადში. მაგაზე მინდა რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებს მივმართო, რომლებს იცი, აი კონსერვატიულ ფლანგზე რო არიან თავისი განცხადებით. ოღონდ აი ოცნებას ახლა გვერდში უნდა დაუდგეთ ტექსტ რო არიან თან. აი მაგ ხალხს უნდა ვკითხო რომ ბიჭო, აი ოცნებამ LGBT პროპაგანდა ხო აკრძალა კანონით. აკრძალა. მაგ ფესტივალზე პირდაპირ აი ამ queer LGBT აი ვაჩვენებ და მე აი პავილიონია გახსნილი. აი მაგაზე ოცნება რატო არ მოქმედებს? აი ჩვენ რო ვამბობთ რომ ოცნება სინამდვილეში არ გაკონსერვატორდა, ფეხსეკიდია ეგ თემა და უბრალოდ თქვენ გიყენებთ და გხმარობთ. ჩვენ რო ვამბობთ, თქვენ ხო გწყინთ? თქვენ ხო გვეუბნებით რომ დაუდექით ოცნებას გვერდით. აი რახან თქვენ ეგ პოზიცია დაიჭირეთ? ოცნებას გვერდში უნდა დაუდგეთ, მაშინ ამაზე უკვე პასუხისმგებლები ხართ თქვენ. და მაშინ ეხა ოცნებას კი არა თქვენ გთხოვთ უკვე პასუხს რომ აი თქვენი ოცნებებისთვის გვერდში დგომის მერე ვითომ რომ მოაგვარეთ ეგ საკითხი. აი ეს რო ხდება, ეხლა ამიხსენით თქვენგან ვითხოვ პასუხს რა. მოდი აი ვაჩვენებ. კაი, აი ბავშვების ჩართულობით. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა, აი ნუ LGBT პროპაგანდა ხო აკრძალა ოცნება? კი. საჯარო სივრცეში ხდება ეს? კი. ბავშვები არის მან მიყვანილი? კი. აი მაგ ხალხს გეკითხებით, ეხლა ოცნებას რო გვერდში უნდა დაუდგეთ კონსერვატორები და ოცნება გამასწორდა. აი ამაზე თქვენ რამე პასუხისმგებლობას გზნობთ თუ ეგ თქვენ არ გეხიბოთ? არა, ნახე, ეგ როგორი რაღაც. მაგათ ეხება. აბა ვის ეხება? მაგათ ეხება. ეს ხალხი გამოვიდა და წინას არჩევნოთ დანარჩენ საზოგადოებას არ წმოვიდა. ანუ ოცნებას კი არ გულისხმობ აქ. ეგრეთ წოდებულ ოცნების კონსერვატორ ამომრჩეველს, რომელიც დადიოდა და დანარჩენ საზოგადოებას არ წმოვნებდა, ოცნება მართლა გულწრფელად გაკონსერვატორდა. და აი ეხლა მე გარწმუნებთ, რომ აი ცუდი, რაღაც მიუღებელი, გარყვნილი, ამორალური ცდილობები თუ იქნება რაიმე დემონსტრაციების, ამას ოცნება ამის იქით აღკვეთავს. და აი ამ რწმენით მიდით და მიეცით ხმა ოცნებას, იმიტომ რომ შეგიძლიათ შიდად იყოთ, მომავალში ამას ოცნება აღკვეთავს. და ეგ როგორი რაღაცაა, იცი ბიჭო, ეხა ნაცების ამომრჩეველმა რო ილაპარაკოს, რომ აი ნაცი კარგია და ხმა მიაცემინოს ვიღაცებს დააბნიოს და მე ნაცებმა ციხეებში მხეცობები ატარონ. ეგ ხო გასაგებია რომ ამის პასუხისმგებლობა დგას. კი, გადადის იმ. ნაცების ამორჩევლის პასუხისმგებლობა არ გადადის ნაცების ქმედებებზე? პასუხისმგებელი ხარ შენ ახლა რო ამტკიცებ რომ ეგენი არ მოხდება, ცუდი რაღაცები არ მოხდება და მე ხდება, ესე იგი ატყუებდი ხალხს, ხო? ხო და თქვენ ხო იარეთ, კაცო, თქვენი ავტორიტეტი გამოიყენეთ, თქვენ გარკვეული ავტორიტეტი. აი ვიღაცა ჩვეულებრივი ადამიანი შენ რო გენდობოდა, რომ აი ეს ადამიანი ხა იმდენად ეროვნულია, რომ ეგ რო ამბობს, რომ ოცნება კონსერვატორი გახდა, ესე იგი მართლა გახდა, შენ დაგიჯერა და რო დაფიქრდა არჩევნებზე 51 მოხაზა რა. შენ დაგიჯერა და მანდ კითხვა იმაში კი აღარ არის მხოლოდ აი ოცნება რატო ატარებინებს, ოცნების ხელში ეს რატო ხდება? შენ ხელში რატო ხდება ეს? როგორც ნაცების ამორჩეველმა კაცი რო ხალხი რო არ წმუნოს, აირჩიეთ ნაცები ცუდი არ მოხდებოდა ხალხის წამებას რო დაიწყებენ. ჩვენ ხო ამომრჩეველსაც ვკითხავთ, კაცო, ბიჭო, რას უშვებით ამ ქვეყანას, რა დღეში ჩააგდეთ ეს ქვეყანა? ეგ ხო ამომრჩეველსაც არის კითხვა დასმანი. ხო? ხო და ბიჭო, ან თქვენი პასუხისმგებლობა სად არის? ან თქვენი ხმა სად არის ამ ამბავში? აი თქვენი ხმა სად არის ამ ამბავში? ხო უნდა იღებდეთ ხმას. დაუშვათ შეგეშალა. დაუშვათ მოგატყუეს. შეგეშალა, არ ვიცი, მოტყუდი.
მაგრამ მოტყუება შენ პასუხისგებლობისგან არ გათავისუფლებს და ეგ პასუხისგებლობა რას გულისხმობს, ცი? პირველი შენ უნდა გამოდიოდე და ამხელდე რომ შევცდი პასუხისმგებელი ვარ იმ შეცდომაზე, რომელზეც ხვებით შევიყვანე და ეხლა პირველი მე ვამხელ, იმიტომ რომ მე მომიწია ამათ გამო ხალხის შეცდომაში შეყვანდა. ბიჭო, ამ ამბავზე რას დადუმებულ ხარ თქვენ, კაი ხალხ, ხმას რო არიღებთ, კაციშვილი ზოგი აправებს ამაზე რა ეს რა არის, რა ისეთი რა არის და რაღაცებს აправებენ. რა ვიცი მე, შენგან არის, შენგან ველით ეხლა პირველი ხმის ამოღებას, იმიტომ რომ ჩვენ რაც შეგვეძლო ვილაპარაკეთ, რომ ხალხო აი ესენი რო არ ხდებოდეს, მაგისი ძალა მოგვეცით, რომ მეტი ძალა და მეტად ისმოდეს ჩვენი ხმა, მეტი ძალა ქონდეს და რა რეალურად რა მოხდა, იცი? ის გააკეთეს, რომ ჩვენ ახლა დეკლარირებულად 2.5%-იანი პარტია ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია საზოგადოების სახელით ჩვენ საზოგადოება ასე ფიქრობს, რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, რავი 2.5% ფიქრობს მასზე. და მეორე მხარეა საკითხს როგორ აყენებს? ცი რავი, აგერ 150.000 კაცმა მოგცა ამ open-air-ის მხარდამჭერებს, ხმა. თქვენ მოგცათ 50.000 კაცს. ოცნება რავი, ოცნებას კი მისცა აგერ, ხმა, ბევრი მაგრამ. არა, ოცნება თანახმად. შუმათ არის. იმისის მილიონი ამორჩეველი კონსერვატორი იყო თუ არა კონსერვატორი, ხმას არ იღებს და შენ ახლა რო იძახი რომ ამ საზოგადოებაში ეს ხალხისთვის მიუღებელიო, შენ ახლა შეიძლება 50.000 კაცის სახელით ლაპარაკობდე, კი, მაგრამ ოცნების მხარდამჭერების ხმა რაღაცა დიდად არ გამიგია რომ ამაზე პრეტენზიას გამოთხოვდნენ, ხელისუფლებას აწვებოდნენ. აღკვეთეთ ეს უმსგავსობა ბავშვების თვალწინო გარყვნილების პროპაგანდა ხდება, ხელისუფლებას მაგაზე არავინ არ აწვება დიდად, ოცნების ამორჩევლებიდან მაქსიმუმ დელიკატური, აი ძალიან საინტერესო ფორმას იგონებენ ხოლმე, კიდე აი დელიკატურად შევძახოთ თავრობას, იქნება შევახსენოთ და ის იმან ალბათ არ იცის და რაღაც გეთაყვათი ლაპარაკია რა. კაცო, ხელისუფლება თუ კანონს არ იცავს. ჩვენ ხო ერთობლივი ბრძოლით მივაღებინეთ გეი პროპაგანდის ანგზალავი კანონი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საჯარო სივრცეში ამ LGBT პროპაგანდის ასე ვთქვათ, წარმოჩენა, პროპაგანდირება არის აკრძალული, მით უმეტეს ბავშვების თანდასწრებით პირდაპირ წერია და ანუ ამ გეი ფესტივალზე ცალკე რაღაც სტენდი ქონდათ მოწყობილი ქონდათ რა აქვთ. აქვთ ესაც, თან მაგას პოლიცია იცავს. ანუ იქ იმ სივრცეს პოლიცია იცავს, რომ რაღაც ინციდენტი არ მოხდეს. ანუ ნონსენსია რა, ანუ კანონით აკრძალულია, მაგრამ პოლიცია იცავს კანონდარღვევას. პოლიცია ეხა იცავს მან კანონდარღვევას. კი, ხო და კანონდარღვევას რო არავინ ხელი არ შეუშალოს, მაგას ეხა პოლიცია იცავს.